საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენს მორიგ გაკვეთილს. ყურადღება მიაქციეთ დაფას. მე თქვენთვის შევარჩიე რამდენიმე აფორიზმი და თქვენთან ერთად წავიკითხავ მას. ავსა კაცსა, ავის სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. ბოროტსას ძლია კეთილმა ნარსება მისი გრძელია. გველსახრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. თქვენთვის ეს აფორიზმები ნაცნობი იქნება რომელიმე მაინც და ალბათ ადვილი მესახვედრია რომ დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ვეფხის ტყაოსანზე. ეს აფორიზმები სწორედ ვეფხის ტყაოსნიდან გახლავთ. მანამ გაკვეთილს დავიწყებდეთ. მე მინდა მოიმარჯვოთ რვეული. უმჯობესია თუ ეს იქნება ქართული რვეული ცალხაზიანი და გააკეთოთ აი ასეთი სქემა. მიაქციეთ ყურადღება როგორ არის სულ 3 გრაფა არის და გზადაგზად თქვენ გაკვეთილის მოსმენის შემდეგ მოგიწევთ ამ სქემის შევსება. გაკვეთილის დაწყებამდე ივსება მხოლოდ პირველი გრაფა. მიაქციეთ ყურადღება, რა ვიცოდი? თქვენ სავარაუდოდ ალბათ გეცოდინებათ ვეფხის ტყაოსნის შესახებ, ის რომ მისი ავტორია შოთა რუსთაველი. აუცილებლად ჩაწერთ აქ. შემდეგ აფორიზმები რომ იცით, ამასაც მიუთითებთ და შეიძლება კიდევ სხვადასხვა რამ გსმენიათ ვეფხის ტყაოსნის შესახებ, ამასაც ჩაწერთ. დანარჩენი 2 გრაფა რა გავიგე და რა მინდა ვიცოდე შეივსება გაკვეთილის მოსმენის შემდეგ. მე გთავაზობ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით შედგენილ ტექსტს, რომლის სათაურიც არის შოთა რუსთაველი და კითხვის პროცესში გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ შესავსები სქემის 2 გრაფა და ყურადღებით მოისმინეთ ინფორმაცია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტექსტი გახლავთ ინფორმაციული სახის. რაგვარისა იყო შოთა, ამაზე არავითარი ცნობა არ აგვაქვს. ვიცით მხოლოდ მისი სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი მესხეთში და აქედან წარმომდგარა სახელი რუსთაველი. უწინდელ დროში ქართველებს ჰქონიათ ჩვეულება განთქმული კაცების გვარის მაგივრად ეხმარათ მათი დაბადების ადგილის სახელი. შოთას შესახებაც სოფლის სახელი უხმარიათ გვარის ნაცვლად. შოთა რუსთაველის სახელოვან თხზულებას ვეფხის ტყაოსანს შეუდარებელი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართულ ლიტერატურაში. თუმცა მას შემდეგ ჩვენამდის 800 წელზე მეტმა განვლო. მრავალმა მწერალმა გაამდიდრა ჩვენი ლიტერატურა თავისი ნაწარმოებებით. მისი პოემა დღემდე უძვირფასეს საუნჯეს შეადგენს ქართველის გონებისა და გულისათვის. ამგვარი დაუმჭკნარი მნიშვნელობა ყოველთვის ყოფილა მხოლოდ გენიოსის ხვედრი და რუსთაველიც ყველასაგან აღიარებულია გენიოსად. ვეფხის ტყაოსანი ამტკიცებს, რომ შოთა რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით წინ უსწრებდა თავის დროს. მაშინდელ დროში უარყოფილი იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. რუსთაველი კი თავის პოემაში ქალსა და მამაკაცს ერთ სიმაღლეზე აყენებს და ამბობს: ლეკვი ლომისა სწორია, ძუიყოს თუნდა ხვადია. მაშინდელ დროში ძარცვა გლეჯა სხვისი ქონების მითვისება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამის საწინააღმდეგოდ ქადაგებდა შოთა, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. მე-12 საუკუნეში ხალხის ცხოვრება დამყარებული იყო უფროს უმცროსობაზე, მონობაზე. ვეფხის ტყაოსანში კი ვკითხულობთ: მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონანი. რამდენადაც დრო გადის, იმდენად უფრო ფასი ემატება ვეფხის ტყაოსანს. იგი გადათარგმნილია მრავალ ენაზე. როდესაც ხანი და ჟამი, რომელსამე ქმნილებას
ფასსა და მნიშვნელობას არ უკარგავს და პირიქით უფრო უმატებს, ეს იმის ნიშანია, რომ ქმნილებას აზის ბეჭედი გენიოსობისა. როგორც ხედავთ, იაკობს თავისი შეხედულება აქვს ვეფხისტყაოსანზე და კერძოდ შოთა რუსთაველზე. იმისათვის, რომ ასეთი სახის ტექსტი უფრო კარგად დაიმახსოვროთ, სასურველია შეადგინოთ გეგმა. რა კირვეულები გიდევთ წინ, სასურველია ჩაიწეროთ ასეთი სათაურები. ანუ ჩვენ თითოეული აბზაცი უნდა წავიკითხოთ ჩუმად და შეურჩიოთ სათაური. მაგრამ მე შევეცდები ეს ხმამაღლა წაგიკითხოთ და დაგეხმაროთ ამაში. პირველი აბზაცი ასეთია, რა გვარისა იყო შოთა, ამაზე არავითარი ცნობა არ აქვს, ანუ აი ამ თავს ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ შოთა რუსთაველის ვინაობა. შემდეგი აბზაცი ასე იწყება, შოთა რუსთაველის სახელოვან თხზულებას, ვეფხისტყაოსანს შეუდარებელი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ჩვენ შეგვიძლია დავასათაუროთ ეს აბზაცი შოთა რუსთაველის, ანუ ვეფხისტყაოსნის ნიშნულობა. შეგვიძლია ესეთი სათაური ქართული ლიტერატურისათვის. შემდეგი აბზაცი. ვეფხისტყაოსანი ამტკიცებს, რომ შოთა რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი და აქ უკვე ვეფხისტყაოსანზე საუბარი და მის სიბრძნეზე. ანუ ავტორმა ჩადო ვეფხისტყაოსანში სიბრძნე. აქ დავასათაუროთ რუსთაველის სიბრძნე, აი ესეთი სათაური შეურჩიოთ ამ აბზაცს. და ბოლო აბზაცი საუბარი არის ვეფხისტყაოსნის უკვდავებაზე. აი ნახეთ, რამდენადაც დრო გადის, იმდენად უფრო ემატება ვეფხისტყაოსანს ფასი და პირიქით დრო უფრო უმატებს მას ნიშნულობას და დასძენს იაკობი, რომ მას აზის ბეჭედი გენიოსობისა. ანუ ეს ბოლო აბზაცი იქნება დასათაურებელი პოემის უკვდავებად. და რა გვინდა ახლა რისთვის გამოვიყენებთ ამ სათაურებს? როდესაც სათაურებს დავხედავთ, ჩვენ გაგვიადვილდება საუბარი ამ თემაზე. თითოეული სათაურით ჩვენი მინიშნება იქნება, როგორ უნდა მოვუყვეთ შემდეგში ეს ტექსტი. ახლა გავამახვილოთ ყურადღება, რა შეიძლება ითქვას პირველი სათაურის ქვეშ, შოთა რუსთაველის ვინაობა. ვინაიდან თქვენ სქემად შესავსები გაქვთ, მოდით ცოტა გავამდიდროთ ვეფხისტყაოსნის შოთა რუსთაველის ვინაობის შესახებ ინფორმაცია. გეტყვით, რომ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ შემონახულა, მაგრამ ხალხური, ლიტერატურული თუ სხვა სამეცნიერო კვლევების საფუძველზე სრული უეჭველობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ნამდვილად ერქვა შოთა, ხოლო მისი ზედწოდება რუსთაველი წარმომდგარა სწორედ ჰერეთის რუსთავიდან, რომლის მფლობელიც გახლდათ შოთა რუსთაველი. იგი მე-12 საუკუნეში მოღვაწეობდა თამარის კარზე და დიდგვაროვანიც ყოფილა. ასევე არის წყაროებიდან ცნობილი, რომ რუსთაველი მეჭურჭლე თუ ხუცესიც იყო და მან ხანდაზმულობის ასაკში იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტერი აღადგენინა, შეაკეთებინა და მოახატვინა კიდეც. სწორედ ამ მონასტერში ერთ-ერთ სვეტზე სხვა საეკლესიო ავტორიტეტებთან ერთად, იოანე დამასკელთან და მაქსიმე აღსარებელთან ერთად არის მისი ფრესკაც. ანუ ამ საეკლესიო პირების ფრესკასთან ერთად ვიხილავთ შოთა რუსთაველის ფრესკას და იქ აგრეთვე არის მისი სახელი შეტანილი მონასტრის სააღაბე წიგნში, სადაც მას მადლობას ეუბნებიან იმისათვის, რომ მიზრუნა მონასტრის განახლებაზე და მოხატვაზე.
რა თქმა უნდა, ესეც ცნობილია და ასე არის დადასტურებული, რომ იგი ვეფხისტყაოსანიც სწორედ დაიწერა მე-12 საუკუნეში და მასში ასახულია მაშინდელი დროის ეპოქა, მაშინდელი რეალობა, სინამდვილე საქართველოსი. ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ თვითონაც ასახელებს თავის თავს, თავისივე პოემაში. აი ერთ-ერთი ამონარიდი ამაზე მეტყველებს სწორედ დავჯერ რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულახვარ სობილი და კიდევ მე რუსთველი ხელობითა ვიქ საქმესა ამა დარი. ეხლა დავუკვირდეთ შემდეგ აბზაცს. შემდეგი აბზაცი ჩვენ დავასათაუროთ ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობა ქართული ლიტერატურისათვის. დიახ, როგორც იაკობი გვეუბნება, უდიდესი მნიშვნელობა იქონია ვეფხისტყაოსანმა და რა არის მაინც რატომ მიიჩნევს იაკობი, რომ ეს არის გენიოსთა ხვედრი. რას მიიჩნევს ავტორი გენიოსთა ხვედრად? იაკობი ამას ასეთნაირად აღწერს, რომ ვეფხისტყაოსანი ამტკიცებს, რომ არა მარტო უნიჭერესი პოეტი იყო შოთა რუსთაველი, არამედ ბრძენიო და რას გულისხმობს ამაში, რომ თურმე იგი წინ უსწრებდა თავის დროს. ანუ ვეფხისტყაოსანს დღესაც რომ ვკითხულობთ მრავალი საუკუნის შემდეგ, დღესაც აქტუალურია თითქმის უამრავი საკითხი, რაც მასში არის შეტანილი. აი რა კარგად გვიხსნის იაკობი. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ეს ალბათ გსმენიათ, დღესაც არის ეს აქტუალური პრობლემა გახლავთ. გენდერულ თანასწორობას უწოდებენ სხვა ტერმინით ამას და ამ ეპოქაშიც მისაღებია ამდენი საუკუნის შემდეგ, რასაც ბრძანებს შოთა რუსთაველი, რეკვი ლომისასწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო. აი ეს გახლავთ მისი გენიალურობა. ბოლოს კი არ შეიძლება არ დაუთმოთ ყურადღება იმასაც, რომ უკვდავია მართლაც ეს პოემა. რამდენადაც დრო გადის, იმდენად უფრო მეტი ფასი ედებაო, გვიწერს იაკობ გოგებაშვილი და ეს მართალიც არის. არა მარტო საქართველოში ადევს მას დიდი ფასი, არამედ მრავალ ენაზე არის ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და ზოგიერთ ენაზე, როგორიც არის რუსული, გერმანული, ინგლისური, ფრანგული და სხვა ენები, ორ-ორჯერ გახლავთ ნათარგმნი. და აი ამით ამტკიცებს ვეფხისტყაოსანი, რომ მართლაც გენიალური ნაწარმოებია. მე მინდა გითხრათ, რომ ამით ჩვენი საუბარი დასრულებულია. მოგანდობთ დავალებას, შეავსეთ ეს გრაფები, რაც შესავსებია და ტექსტი კი ისწავლეთ კარგად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.